217 წელს მოკლეს რომის იმპერატორი კარაკალა. 1513 წელს მეზღვაურმა ხუან პონსე დე ლეონმა ფლორიდა ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა. 1558 წელს პერუ ესპანეთის ტერიტორიად გამოცხადდა. 1820 წელს ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე ვენერას ქანდაკება აღმოაჩინეს. 1904 წელს აფრიკაში გავლენის სფეროების განაწილების შესახებ ბრიტანულ-ფრანგული შეთანხმება გაფორმდა. 1966 წელს ლეონიდ ბრეჟნევი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს. 1967 წელს ბერძნებმა და თურქებმა კვიპროსის საბრძოლო მოქმედება განაახლეს. 1818 წელს დაიბადა გერმანელი ქიმიკოსი ავგუსტ ვილჰელმ ფონ ჰოფმანი. 1859 წელს დაიბადა გერმანელი ფილოსოფოს იდეალისტი ედმუნდ ჰუსერლი. 1875 წელს დაიბადა ბელგიის მეფე ალბერტ პირველი. 1892 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი მერი პიკფორდი. 1928 წელს დაიბადა განელი პოლიტიკოსი გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი. 1968 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი პატრიცია არკეტი. 1364 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ჟან მეორე. 1587 წელს გარდაიცვალა ინგლისელი მწერალი ჯონ ფოქსი. 1825 წელს გარდაიცვალა გერმანელი ენათმეცნიერი და ფილოსოფოსი ვილჰელმ ჰუმბოლდტი. 1858 წელს გარდაიცვალა იტალიელი კომპოზიტორი გაეტანო დონიცეტო. 1965 წელს გარდაიცვალა შვედი მსახიობი ლარს ჰანსონი. 1973 წელს გარდაიცვალა ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო.